გამარჯობათ, ვაგრძელებთ ლექციების კურსს კლასიკური სამყაროს ხელოვნების შესახებ. დღეს ათენის აკროპოლის გავეცნობით, მის შექმნის ისტორიას, მის ღრუთმოძღვრულ მხატვრულ თავისებურებებს. ალბათ ამეთანხმებით, რომ არამხოლოდ საბერძნეთში, არამედ საერთოდ მსოფლიოში იშვიათად თუ მოიძებნება ათენის აკროპოლისის მსგავსად პოპულარული ძველი არქიტექტურის ქმნილება. და მოდით დღეს შეძლების დაგვარად გავერკვეთ თუ რითი არის გამოწვეული მისი პოპულარობა, რატომ მიიჩნევენ ათენის აკროპოლის ბერძნული კულტურის მწვერვალად, შედევრად და რატომ არის დაკავშირებული ათენის დემოკრატიის აყვავების ხანის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებად. შევხედოთ მოდით კიდევ ერთხელ საბერძნეთის რუკას. ეს გახლავთ ატიკა. აქ სადღაც ათენი მდებარეობს, მის მახლობლად არის პირეოსი, ათენის პორტი. მეხუთე საუკუნე ათენის დემოკრატიის აყვავების ხანა, პერიკლეს მმართველობის პერიოდია. ეს გახლავთ პერიკლეს პორტრეტი, სკულპტურული ბიუსტი, რომაული ხანის ასლით შემოგვჭა დღევანდელ დღეს. 480-479 წლებში ბერძნულ-სპარსული ომის შედეგად აკროპოლისი თითქმის გაჩანაგებული იყო და პერიკლეს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო ათენის აღდგენა, აღორძინება და რა თქმა უნდა, მან ათენის გამშვენიერება დაიწყო აკროპოლისით, რელიგიური ცენტრის თავიდან განაშენიანებით. ძველი წელთა აღრიცხვის 459 წელს მან სახალხო კრებას წარუდგინა პროექტი, რომელიც მალევე მოიწონეს და აკროპოლისის აღდგენის განაშენიანების პროექტის ხელმძღვანელად მან დანიშნა ფიდეა, კლასიკური ბერძნული ხანის მესამე უდიდესი მოქანდაკე. ალბათ ძნელად მოიპოვებოდა უკეთესი კანდიდატურა ამ საქმიანობისთვის, გარდა იმისა, რომ ფიდეა იყო გამორჩეული ტალანტი, არაჩვეულებრივი მოქანდაკე, დიდი ხელოვანი. იგი იყო პერიკლეს თანამოაზრე, შედიოდა იმდროინდელ ინტელექტუალური ელიტის წრეებში და იზიარებდა მთლიანად პერიკლეს პოლიტიკის, პერიკლეს მსოფლმხედველობის პრინციპებს. ამიტომ ისეთი ჰარმონიული ტანდემი იყო. საგულისხმოა, რომ ფიდეასთან ერთად ისტორიამ შემოგვინახა იმ არქიტექტურების სახელები, ვინც შექმნა აკროპოლისის არაჩვეულებრივი არქიტექტურული სახე. ეს გახლავთ იქტინე, კალიკრატე და მნესიკლე. ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ რეკონსტრუქციას აკროპოლისის დასავლეთი ნაწილის. მოდით შევხედოთ, როგორ გამოიყურება დღევანდელ დღეს აკროპოლისი. აკროპოლისი არ უნდა უკავშირდებოდეს მხოლოდ მეხუთე საუკუნეს. მეხუთე საუკუნემდე გაცილებით უფრო ადრე, ჯერ კიდე მიკენის ხანაში, ბასტიონებია აღმოჩენილი მიკენური პერიოდისა, განაშენიანებული იყო ათენის ეს შემაღლებული ბორცვი. და თუ გახსოვს, როდესაც ლაპარაკობდით არქაულ ხელოვნებაზე, კუროსებისა და კორების უმეტესობა სწორედ აკროპოლისზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად იყო აღმოჩენილი. ანუ სარიელი ადგილი არ იყო, რომელიც პერიკლეს ხანაში განაშენიანდა, მაგრამ აკი მოგახსენეთ, საკმაოდ დანგრეული იყო, გაჩანაგებული იყო ეს ნაგებობები. თვითონ აკროპოლისის ბორცვი არ არის ათენის ყველაზე უფრო მაღალი ადგილი, ლიკავიტოსის ბორცვია, აი სადღაც აქ მდებარეობს ამ მიმართულებით, მაგრამ ბერძნებს წინა ლექციებზეც ვილაპარაკეთ, რომ ბერძნებს არ უყვარდათ რაღაცა ხელუწვდენელ სიმაღლეზე, არ იყო ეს არც მათი კულტურის, არც მათი რელიგიის მსოფლმხედველობისთვის დამახასიათებელი, თვალუწვდენელ სიმაღლეებზე სამლოცველოების განლაგება და ამიტომაც უფრო დაბალი ბორცვი იყო განაშენიანებული საკულტო ნაგებობებით. და მართლაც რომ შევხედოთ, მოდით ნახოთ კიდევ ერთი პანორამული ხედი, თუ როგორ გამოიყურება აკროპოლისი, ეს გახლავთ თანამედროვე ურბანული განაშენიანება, ესე გამოიყურება ათენი დღევანდელ დღეს. და არაჩვეულებრივად ჰარმონიულად არის ჩაწერილი, მართლაც დომინირებს თანამედროვე ათენშიც
აკროპოლისის ეს ბორცვი და ეს პლატო თითქოს მართლა ბუნებრივი პოსტამენტი იყო ამ არაჩვეულებრივი ხუროთმოძღვრული ანსამბლისათვის. მოდით ახლა თანმიმდევრულად გავეცნოთ აკროპოლისის აშენების ისტორიას, თითოეულ ნაგებობას, ნახოთ რა ელემენტები, რა კონსტრუქციები, რა არქიტექტურული ხერხებია გამოყენებული, როგორი სკულპტურული დეკორი ამყოფს, გავეცნოთ მათ მხატვრულ, ესთეტიკურ, ტექნიკურ, იდეურ მიზანდასახულობას. მოდით მივუყვეთ თანმიმდევრულად და უპირველეს ყოვლისა შევხედოთ მის დასავლეთ ნაწილს, იმიტომ რომ სწორედ დასავლეთიდან არის მისასვლელი ამ ხუროთმოძღვრულ სატაძრო კომპლექსში. დასავლეთის ხედი გახლავთ, ეს გახლავთ რეკონსტრუქცია. ეს საკმაოდ ციცაბო ბორცვია, ერთადერთი მისასვლელი აქვს დასავლეთიდან და სწორედ აი ამ დასავლეთის მხარის რეკონსტრუქცია გთავაზობთ. გზა ნელ-ნელა ზიგზაგურად მიუყვება. მაღალი, საკმაოდ ციცაბო კიბეს მივყავართ პროპილეებთან, პარადულ შესასვლელთან, გარე ჭიშკარი შეიძლება ესე ითარგმნოს. ამ რეკონსტრუქციაშიც კარგად ჩანს დღევანდელ დღეს. მოდით შევხედოთ პროპილეები, ამგვარად გამოიყურება, ხედავთ ხარაჩოებია, გამუდმებით რეკონსტრუქციო, საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს ათენის აკროპოლისზე. ჯერ ესეთი საუკუნეების განმავლობაში ცხადია სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებისგან და ადამიანმაც არ დააკლო. ჯერ ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა პართენონი, აირახტეონშიც ქრისტიანული ტაძარი იყო, შემდეგ თურქებმა მეჩეთად გადააკეთეს, მე-18 საუკუნეში ვენეციელებმა ააფეთქეს, ოტომანებს ჰქონდათ მოწყობილი იარაღის საწყობი და მნიშვნელოვანი წილად სწორედ მე-17 საუკუნეში დაზიანდა. შემდეგ მე-19 საუკუნეში იძარცვებოდა განსაკუთრებით ბრიტანელების მიერ ლორდ ელჯინმა, შოტლანდიელი გახდათ, მართლა გაძარცვა და მარტო ფრაგმენტები კი არ წაიღო, ჩამოვარდნილი ფრაგმენტები სკულპტურისა ათენის აკროპოლისიდან, არამედ ჩამოანგრია კიდევაც და ბრიტანეთის მუზეუმში საუკეთესო ნაწილი მეტოპებისა და აკროპოლისის სკულპტურული დეკორისა, პარადოქსია, მაგრამ არის ლონდონში და შეიძლება მოგიკრავთ ყური, უკვე რამდენიმე 10 წლეულია, არის დავა, ბერძნები ითხოვენ ბარბაროსულად ქვეყნიდან გატანილ, განძარცვული ქანდაკებების უკან დაბრუნებას, მაგრამ ეს კიდე სხვა თემა, პრეცედენტის დაშვება რამდენად მიზანშეწონილია, რომ მუზეუმებმა თავისი კოლექციის დიზინტეგრაცია გააკეთონ და პირველად ადგილას დააბრუნოს ნამუშევრები, ამაზე ლაპარაკი შორს აგვიყვანდა, თუმცა ძალიან დამახასიათებელია სწორედ საბერძნეთის სიძველეების ისტორიისათვის, მათი ბედიღბილისათვის ესეთი ამგვარი სიტუაცია. მოდით შევხედოთ პართენონის შესასვლელს, პროპილეებს, დორიული ორდერის 6 სვეტი. არსებითად ეს ორი პორტიკია, შუაში გადიხართ, ეს იონიური ორდერის სვეტები იყო გამოყენებული, თუ გახსოვთ, როდესაც ორდერებზე ვლაპარაკობდით, თქვით, მიუხედავად ესეთი მკაცრად რეგლამენტირებული პრინციპებისა, ძალიან ხშირად არის შემთხვევა, როდესაც არქიტექტორების შემოქმედებითად უდგებიან ამ ორდერების გამოყენებას და ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა ორდერების თანაარსებობა, ნასესხობა სხვადასხვა ელემენტისა და სწორედ იონიური და დორიული ორდერი იყო გამოყენებული პროპილეებში, ისევე როგორც პართენონზე. ოდნავ შემდგომ ვილაპარაკებთ პართენონზე. აი ხედავთ აქ დორიული ორდერის აი ამ პორტიკს, აი აქ შუაში გადიხართ და ხვდები საკმაოდ არათანაბარი ზომის მოედანზე, ყველაზე უფრო ფართო ადგილას, აკროპოლისის პლატო 130 მეტრი სიგანის გახლავთ. ეხლა სამწუხაროდ უკვე შემორჩენილი არ არის. პროპილეებიდან, აი აქ, პროპილეებიდან ჩვენგან მარცხნივ იყო პინაკოტეკა, სურათების გალერეა. ხედავთ, ეს არის პართენონი, მთავარი ტაძარი, ათინა პართენოსისადმი, ანუ ქალწული ათენასადმი მიძღვნილი მთავარი ტაძარი. ეს გახლავთ ფიდიას მიერ შექმნილი ათინა პრომახოს, მებრძოლი ათინას ქანდაკება, რომელიც აღიმართებოდა და დომინირებდა და იყო მთელი ანსამბლის იდეური და მხატვრული ცენტრი.
დღევანდელ დღეს შემორჩენილი აღარ არის. ხოლო პროპილეებიდან ჩვენგან აი აქ, სადღაც პროპილეებიდან მარჯვნივ იყო ეგრეთ წოდებული ნიკე აპტეროსის ტაძარი. აი ამ მცირე ძალიან კოხტა ნაგებობას ხედავთ იონიური ორდერია გამოყენებული, 2 პორტიკია, ხედავთ აი ვოლუტებიანი კაპიტელებია, 4-4 ორივე მხარეს, ეს გახლავთ დასავლეთი, ეს აღმოსავლეთი, აგერ ხედავთ ფრონტონის ნაწილია, რეკონსტრუქციაზე მოგახსენებდით და ბოლოს რომ ვიყავი აღარ დამხვდა ეს ტაძარი, არის დაშლილი, თითოეულ ქვას უკეთებენ კონსერვაციას, რაღაცა ტექნოლოგიით დამცავ ფენას ამუშავებენ ამ თითოეულ ბლოკს და თავიდან უნდა ააშენონ. ესეც რესტავრაციის პრობლემები, რამდენად მართებულია ამგვარად თავიდან აშენება, რეკონსტრუქცია ძველი ხუროთმოძღვრული ძეგლებისა, ესეც ცალკე საკითხია, თუმცა კი დებატები ამასთან დაკავშირებით არ ცხრება მრავალ ქვეყანაში. ყველას თავისი მიდგომა აქვს, ყველას თავისი პრინციპები აქვს. და ათენის აკროპოლისი შეიძლება ითქვას, აი მართლაც პოლიგონია, აი ამგვარი საკონსერვაციო სამუშაოების მთელი მრავალფეროვნება, სხვადასხვა მეთოდოლოგია ჩართული და მართლაც ალბათ ათენის აკროპოლისი და საერთოდ ბერძნული კლასიკური კულტურა მართლაც არ არის მარტო ბერძენთა კუთვნილება და სხვა თვითონ ბერძნებიც აღიარებენ ამას, მართლაც საერთოდ მსოფლიო ცივილიზაციის კუთვნილებაა. მოდით გავაგრძელოთ ლაპარაკი ცალკეულ ხუროთმოძღვრულ ნაგებობებზე. ეს იგი პროპილეების მარჯვნივ, აი ეს მცირე ზომის კოხტა ნაგებობა ათენა ნიკეს. სხვათა შორის ძალიან ხშირად შეიძლება ლიტერატურაში შეხვდეთ დასახელება ამ ტაძრის ნიკე აპტეროსის. მოგეხსენებათ, ნიკე არის ფრთოსანი ქალღმერთი, გამარჯვების ქალღმერთი და შეცდომით თვლიდნენ, რომ ეს სწორედ ნიკეს ტაძარი იყო მაშინ, როდესაც ათინა ნიკეს, ანუ გამარჯვების მომტანი ათენასადმი იყო მიძღვნილი. და ესეთი გადმოცემაც კი არსებობდა, რომ უფრთო ნიკეს მიუძღვნეს ეს ტაძარი და ასე იმიტომ გამოსახეს ათენელებმა, რომ არ უნდოდათ, რომ გამარჯვების ქალღმერთს მათი ქალაქი დაეტოვებია და მუდამ გამარჯვებული გამოსულიყო ათენი. თუმცა კი, როგორც ბოლოდროინდელი გამოკვლევები ცხადყოფს, ეს იყო არა ნიკე აპტეროსის, უფრთო ნიკეს ტაძარი კი არ იყო, არამედ იყო ათენა ნიკესადმი მიძღვნილი ტაძარი. პროექტი შედგა 450 წელს, ხოლო საკუთრივ ტაძარი ძველი წელთა აღრიცხვის 427-421 წლებს შორის აიგო. ხედავთ აი აქ ჩანართები, ეს ახალი განახლებული ნაწილებია და თვითონ მარმარილოზე უნდა მოგახსენოთ, არაჩვეულებრივი ქვა არის საერთოდ, აი რაღაცა დაძარღული ოქროსფერი, აი თითქოს მართლა ცოცხალია და თითქოს სუნთქავსო და აი გაჭახჭახებული მზის ქვეშ, აი ამ ფოტოზე ძალიან კარგად ჩანს, ამ ლურჯი ლაჟვარდოვანი ზეცის ფონზე არაჩვეულებრივად იკითხება ამ ტაძრების სილუეტები. აკროპოლისი, მოდით აი რეკონსტრუქცია შევხედოთ, აქაც კარგად ჩანს, აი ეს არათანაბარი ფორმის ბორცვი გახლავთ, ნახეთ აი სხვადასხვა დონეებზეა ეს ნაგებობები შეფენილი და არქიტექტორების წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა ამ არარეგულარულ ზედაპირზე, არარეგულარულ მოედანზე, უნდა სხვადასხვა გვარი ნაგებობა აღემართათ, რომლებიც იქნებოდა ლოგიკურად, კომპოზიციურად, ვიზუალურად, ესთეტიკურად, აზრობრივად ერთმანეთთან დაკავშირებული და იმავდროულად არ იქნებოდა არც ერთი კომპონენტი, არც ერთი ნაწილი მიჩქმალული, დაჩრდილული. და საკმაოდ რთული ამოცანა იყო, მაგრამ აი მართლაც ხუროთმოძღვრული აზრის, ესთეტიკური მიდგომის იდეალია, მართლაც აი ნიმუშია, ეტალონია თუ როგორ შეძლეს ბერძენმა, კლასიკური ხანის ბერძენმა ხუროთმოძღვრებმა არაჩვეულებრივი თანაზომიერი ჰარმონიული ერთობის შექმნა. საინტერესოა, რომ ათენის აკროპოლისის ნაგებობები არ არის რაღაც ერთ რეგულარულ გეგმის მიხედვით აგებული და ესეთი ერთი ფრაზით შეიძლება აკროპოლისის ნაგებობები დავახასიათოთ როგორც თავისუფალი ჰარმონია. როდესაც მოძრაობ ათენის აკროპოლისზე დღევანდელ დღესაც, აი ნახავთ, უწყვეტად იშლება სულ ახალი ხედები, ახალი პანორამები. ანუ იმ თავითვე თითქოს ხუროთმოძღვრებმა გაითვალისწინეს ეს დინამიური აღქმა და მართლაც დღევანდელ დღეს დამთვალიერებლები, ტურისტები არსებითად იმეორებენ
იმ საპროცესიო გზას, რომელსაც ძველ საბერძნეთში მე-5 საუკუნის თუ გნებავთ მომდევნო ხანის ათენელები გადიოდნენ. ანუ როგორ ეტაპობრივად იხსნებოდა აკროპოლისის ნაგებობები და საერთოდ აი ამ ანსამბლის რელიგიური, რიტუალური არსი.